მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის ჩვენ უნდა ადამიანზე ვისაუბროთ, მაგრამ გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. დაბადება, სუნთქვა, ყვება, განვითარება, გამრავლება, დაბერება. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ხანდაზმულობა არის ჩვენი სიცოცხლის ლოგიკური ეტაპი, ჩვენი განვითარების ლოგიკური შედეგი და თუ ჩვენ საუბრობთ ხანდაზმულობაზე, როგორც განსაკუთრებულ მდგომარეობაზე ყველა თავისი მახასიათებლით, ჩვენ გულისხმობთ საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც. და თუ ჩვენ უნდა შევფასდეთ როგორც საზოგადოება, ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ხარისხი ფასდება იმით, თუ რამდენად მოვლილი და დაფასებულია ამ საზოგადოებაში ხანდაზმული ადამიანი, რამდენად ადეკვატურია მის მიმართ დამოკიდებულება და რამდენად ადეკვატურია მისი ჯანმრთელობის შეფასება. წარმოუდგენელია საუბარი ძალადობაზე. ნებისმიერი ადამიანის მისამართით ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ჩვენი გადაცემისათვის, ჩვენი კონცეფციის აზროვნების შესაბამისად ძალადობაზე ნებისმიერი საუბარი, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ჩვენ გვიწევს საუბარი ხანდაზმულთა მიმართ ძალადობაზე. დიახ, ჩვენ საზოგადოებაში, ისევე როგორც ნებისმიერ სოციუმში სრულიად რეალური მოვლენა გახლავთ, ძალადობა ბავშვების მიმართ, ძალადობა ქალების მიმართ, ძალადობა ხანდაზმულების მიმართ. დღეს როგორც არასდროს მსოფლიო ტკივილით საუბრობს ამის შესახებ და მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ დღეს მთელი მსოფლიო სწორედ ხანდაზმულთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ განწყობებს უზიარებს ერთმანეთს და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რა შეიძლება გახდეს ძალადობის საფუძველი, უამრავია. ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური ძალადობა ხანდაზმულების მიმართ, ეს არის ემოციური, ეს არის მორალური, ეს არის ზნეობრივი წნეხი მათ მიმართ. ეს გახლავთ ეკონომიკური, სოციალური წნეხი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტულ ფაქტორებთან, ცხოვრების წესის კონკრეტულ მდგენელებთან დამოკიდებულება. ამიტომ დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ, რა საკურველია კვებით შუქნიშნის გათვალისწინებით. როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობთ, მას ბევრი წახნაგი აქვს. რატომ შეიძლება ამ წახნაგთა შორის აღმოჩნდეს ერთ-ერთი კვება? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანდაზმულებზე ვსაუბრობთ, ეს არსებითია, რადგან ეკონომიკური სირთულე არ აძლევს ხანდაზმულ საშუალებას ადეკვატურად მიიღოს საკვები. მაგალითად, სოციალური შეზღუდულობა მას არ აძლევს საშუალებას მიიღოს ადეკვატურად კვება. მას არ აქვს საშუალება ძალიან ხშირად ხელმისაწვდომობის გამო, ფიზიკური პრობლემების გამო შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, ამიტომ დგება მდგომარეობა, რომელსაც ქვია არასაკმარისი ნაკვებობა. არასაკმარისი ნაკვებობა არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და ეს მდგომარეობა განსაკუთრებით სახიფათო არის ხანდაზმულების შემთხვევაში. რატომ? ნაკვებობა განსაზღვრავს სიცოცხლის შესაძლებლობებს. ნაკვებობა განსაზღვრავს სასიცოცხლო რესურსს. ამიტომ ხანდაზმულთა არასაკმარისი ნაკვებობა ეს არის პრობლემა ჯანმრთელობის კონტექსტში, ეს არის პრობლემა სიცოცხლის ხანგრძლივობის ჭრილში და ეს არის პრობლემა ცხოვრების ხარისხთან მიმართებაში. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ არასაკმარის ნაკვებობაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის წინაპირობა არ არის ერთი რომელიმე ფაქტორი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ადეკვატურად ვაწვდით საკვებს ხანდაზმულ ადამიანს, მაგრამ ის ვერ ახერხებს ამ საკვების ადეკვატურად დამუშავებას, დაქუცმაცებას, მიღებას, გადაყლაპვას. რატომ? იმიტომ რომ ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის გამო მას შეიძლება ჰქონდეს ღეჭვის და ყლაპვის სირთულეები, მაგალითად, პირისღრუს ჯანმრთელობის გამო, ან რომელიმე პათოლოგიის გამო. შეიძლება ის იღებს ადეკვატური რაოდენობით საკვებს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ორგანიზმი ვერ შეითვისებს. ეს გახლავთ ზუსტად ის მდგომარეობა, რომელსაც მიყავს ორგანიზმი არასაკმარის ნაკვებობამდე.
შესაძლოა კარგავს ორგანიზმი აუხსნელი ან დადგენილი მიზეზით მიღებულ საკვებ ნივთიერებებს და ესეც ხანდაზმულს გადაიყვანს არასაკმარისი ნაკვებობის მდგომარეობაში, ან შეიძლება ორგანიზმს ჰქონდეს რაღაც მდგომარეობა, რის გამოც კონკრეტულ საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილება ერთბაშად გაზრდილია და საკვებით არ ხდება ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება დაერთოს სოციალური, ეკონომიკური, მრავალი სხვა ხასიათის სირთულე და მაშინ რატომ არის არასაკმარისი ნაკვებობა უზარმაზარი ტვირთი ხანდაზმულისათვის ყოველთვის გასაგები იქნება. რა არის საპირწონე, რა არის ალტერნატივა, რა არის სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობა, რასაკვირველია დაბალანსებული კვება და დაბალანსებული უზრუნველყოფა ყველა იმ ნივთიერებით, რომელიც ჭირდება ყველა ადამიანის ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ხანდაზმულის ჯანმრთელობას. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, როდესაც დაბალანსებულ კვებაზე ვსაუბრობთ, ხოლმე ყოველთვის ვითვალისწინებთ, რა არის ყველაზე მარტივი სიმბოლო და ყველაზე გასაგები სურათხატი. ეს გახლავთ თეფში. თეფში, რომელიც დღიური რაციონის გადანაწილების საშუალებას გვაძლევს და მე გაგახსენებთ 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტი, ისე გადანაწილებული, რომ სულ მცირე ნახევარი იყოს ბოსტნეული და ხილი, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად, ეს რასაკვირველია ძალაში რჩება. მაგრამ სრულიად განსხვავებული გახლავთ დამოკიდებულება მაშინ, როდესაც საუბრობთ ხანდაზმულებზე და თქვენ ეს გახსოვთ ჩვენი ხშირი საუბრებით, თქვენ გახსოვთ ჩემი წიგნიდან მრავალი სხვა რეკომენდაციიდან, რომელსაც მე გიზიარებთ ხოლმე და იმ საერთაშორისო გამოცდილებიდან, რომელიც გვეუბნება, რომ ხანდაზმულთა თეფში თავისი არსით განსხვავებულია. ეს არ არის უბრალოდ თეფშზე დალაგებული პროდუქტები. ხანდაზმულთა თეფში ეს არის სოციალური აქტი, როდესაც ჩვენ გულისხმობთ კონკრეტულ ადამიანებს. ხანდაზმული ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების ერთობლიობას, რომლებიც მასთან ერთად ტრაპეზს იზიარებენ და უზრუნველყოფენ მის სრულფასოვან კვებას. ამიტომ ხანდაზმულთა თეფში თანამედროვე რეალობა შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, გადამწყვეტი არის არა ის, რაც უშუალოდ თეფშზე დევს ზოგჯერ ხშირად, არამედ ის, რაც ხდება თეფშის გარშემო. ყველა ის პროცესი, რომელიც თეფშამდე მიიტანს ამა თუ იმ საკვებს და რომელიც გულისხმობს უზარმაზარ გარემოს თავისი სოციალური დატვირთვით. აქ ადამიანების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ამ ურთიერთობების შინაარსი, რომელიც არის მთავარი სიმდიდრე და მთავარი საზრდო ხანდაზმულისათვის ცხადია ადეკვატურ საკვებ ნივთიერებებთან ერთად. მაინც რომელია ასეთი ადეკვატური საკვები ნივთიერებები? უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო წყლით. ხშირ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ასაკზე ვსაუბრობთ, ჩვენ რატომღაც გვაშინებს მაგალითად არტერიული წნევის მერყეობა, ხანდაზმულებში სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და რატომღაც ხანდაზმული ადამიანის და გარშემო მისი ოჯახიც ზღუდავს წყლის მოხმარებას. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და მრავალრიცხოვანმა გამოცდილებამ, კვლევამ დაადასტურა, რომ წყლის ადეკვატური მოხმარება არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც მსგავს პრობლემებს თავიდან აგვაცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ არტერიული ჰიპერტენზიის დროსაც ერთ-ერთი ფაქტორი ხელშემწყობი შეიძლება სწორედ წყლის ნაკლებობა აღმოჩნდეს. ამიტომ წყალი არის ის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. შემდეგი საკითხი გახლავთ გავრცელებული წარმოდგენა ცილებთან მიმართებაში, როდესაც საზოგადოება თვლის, რომ დიახ, ასაკი გვემატება, ჩვენ ნაკლები ცილა გვჭირდება. ეს არის დღემდე დამკვიდრებული სტერეოტიპი და არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, საერთაშორისო მასშტაბით. არადა გამოცდილება და მტკიცებითი მედიცინა გვეუბნება, რომ პირიქით ჩვენ ცილაზე მოთხოვნილება არათუ უნდა დავაქვეითოთ, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში გავზარდოთ და ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად მკვეთრად გავზარდოთ. ცხადია ეს ორგანიზმის ამოცანების გათვალისწინებით. როგორ უნდა შევავსოთ ეს ცილა? რასაკვირველია, კომბინაციით ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ ხორცის აღქმას ცილის როლში, არამედ მაგალითად პარკოსნების, მარცვლეულ ბურღულეული, სხვადასხვა სახის თხილის აღქმას, როგორც მცენარეული ცილის წყაროც. და ამ წყაროთა შორის გასათვალისწინებელია ურთიერთშეხამება პროდუქტების და შეხამება იმგვარი, რომ სწორედ ამ ცილის შეთვისებაში და სწორად გამოყენებაში გვეხმარებოდეს სხვადასხვა სახის ნივთიერება და რომელია ეს ნივთიერებები, რასაკვირველია ანტიოქსიდანტები, ანუ ანტიდამჟანგავები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ორგანიზმის დაბერებას ვაფერხებთ.
უჯრედის დაბერებას ვაფერხებთ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას ვაფერხებთ, გულსიხსავრთა დაავადებების განვითარებას ვაფერხებთ და ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ანტიოქსიდანტები წყალთან, ცილასთან და მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად ზუსტად ის კომბინაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ხანდაზმულობა, როგორც მოვლენა გადავავადოთ, გავახანგრძლივოთ ადამიანის სიცოცხლე და გავზარდოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ეს იყო ის რეკომენდაციები, რომელიც თეფშმა დაიტია, მაგრამ მინდა გაგახსენოთ, რომ ხანდაზმულები ზოგჯერ დიდ დროს ატარებენ მარტოდ. ხანდაზმულები საკუთარი ფიზიკური შეზღუდვის გამო ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად სეირნობას. ძალიან ხშირად ისინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან, არიან ბეტონის კედლებში გამომწყდეულები, ძალიან ცუდი გაგებით ამ სიტყვისა, იმიტომ რომ მათ ენატრებათ ზოგჯერ მზის სხივი და ენატრებათ გასეირნება. არადა ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალური აქტივობა გქონდეთ, ფიზიკური აქტივობა გქონდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგიერთ შემთხვევაში არსებითი და გადამწყვეტი, არამედ იმიტომაც, რომ მათ შეივსონ ისეთ ნივთიერებაზე მოთხოვნილება, რომელიც არა უბრალოდ ვიტამინია, არამედ ჰორმონის როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში და ეს გახლავთ D ვიტამინი. D ვიტამინის სტატუსი. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ბავშვებში რაქითს, ძვლების დარბილებას, ჩონჩხის დეფორმაციებს, თავის, გულმკერდის, ფეხების, ზრდასრულებში, ოსტეოპოროზს, ჰორმონულ დარღვევებს, წნევის მერყეობას. D ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზის აბაზანები. პროფილაქტიკური დოზა მუცლად ყოფნის პერიოდში, ახალშობილებში D ვიტამინით მდიდარი საკვები, თევზის ქონი, ხიზილალა, თევზი, ღვიძლი, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, მშობლების საყურადღებოდ. ეფექტურია მხოლოდ პირდაპირ მზის სხივები. მინა არ ატარებს D ვიტამინის წარმოქმნისთვის საჭირო სხივებს. არ არის საკმარისი მხოლოდ სახის მიფიცხება. ინტენსიური მზის აბაზანების დროს მკაცრად გააკონტროლეთ მიღებული კალციუმის რაოდენობა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. როდესაც D ვიტამინის შესახებ ვიდეო რჩევა მოისმინეთ, თქვენ გაგახსენდათ მისი მნიშვნელობა ნებისმიერ ასაკში. მაგრამ თუ ხანდაზმულებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველა ფაქტორი ერთდროულად უნდა გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ბუნებრივი მზის სხივები, გამოვიყენოთ საკვებში არსებული D ვიტამინი, იქნება ეს თევზის შემადგენლობაში, იქნება ეს კვერცხის, გულის, ღვიძლის შემადგენლობაში. გასათვალისწინებელია D ვიტამინის D2 ფორმა, რომელიც შეიძლება სოკოსში აღმოვაჩინოთ და ამ პროდუქტების კომბინაცია კარგი შევსების შესაძლებლობაა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კონკრეტული დანამატების გამოყენება და ამის არჩევანი, ამგვარი არჩევანი, რასაკვირველია, პროფესიონალთან შეთანხმებით არის მხოლოდ მისაღები და გასაკეთებელი. მაგრამ თუ ჩვენ ხანდაზმულთა კვების მოდელს კიდევ ერთხელ შევავლებთ თვალს, აუცილებლად გაგვახსენდება მკაცრი რეკომენდაციები, რომელიც ყოველთვის ასაკთან მიმართებაში კიდევ უფრო მკაცრი ხდება. მაგალითად, მარილის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად, შაქრის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ცხიმების მოხმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ მე დღეს ამ თემაზე არ გესაუბრებით შეგნებულად, იმიტომ რომ ეს გახლავთ განსაკუთრებით ფრთხილად გასავლელი ასაკი და განსაკუთრებული სიფრთხილით, რომ უნდა შევარჩიოთ დამოკიდებულება ის ჯგუფი ჩვენი საზოგადოებისა. ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება რამდენ წამალს სვამს ხანდაზმული ადამიანი. დიახ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ხანდაზმულისთვის ქრონიკული დაავადებები ცხოვრების თანმდევია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს დღის განმავლობაში ერთი ტაბლეტის კი არა, ხშირად რამდენიმე ტაბლეტის მოხმარება ჭირდება. ზოგიერთი ამბობს მუჭებით სვამ წამალსო. სამწუხაროდ ამ რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ წამლებს აქვს გავლენა
საკვები ნივთიერებებზე, ისევე როგორც საკვები ნივთიერებები ახდენს გავლენას ამა თუ იმ პრეპარატში შემავალ მოქმედ ნივთიერებაზე. გასათვალისწინებელია დანაკარგი, რომელიც თან ახლავს მედიკამენტების სისტემატურ გამოყენებას. მაგალითად, შარდმდენების დამსახურებით დაკარგული სხვადასხვა სახის მინერალები. მაგალითად, ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებების გამოყენებისას დაკარგული ბეჭდგუფის ვიტამინები, დაკარგული კალციუმი და ასე შემდეგ. ეს დანაკარგი მე გაგახსენეთ არა იმიტომ, რომ მედიკამენტებზე ვთქვა თუ არის. არა, მედიკამენტების გამოყენებასთან ერთად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ შეიძლება ამგვარი შესაძლო დანაკარგი ავიცილოთ თავიდან, ან თუ არის ამგვარი დანაკარგი ფაქტობრივად, შევისოთ კონკრეტული საკვები ნივთიერებებით. და კიდევ ერთი თავისებურება. ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ბავშვებს უყვართ ტკბილეული. ადამიანებს ზოგადად უყვართ სიამოვნება და ტკბილეული გვანიჭებს სიამოვნებას. მაგრამ კვლევებით დასტურდება, რომ ხანდაზმულებს გამორჩეულად უყვართ ტკბილეული, ნუგბარი, სასუსნავი და აი აქ ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ვიყოთ კატეგორიულები, ავკრძალოთ ასეთი პროდუქტები, თუ შევარჩიოთ კონკრეტულად სიტუაციაში სწორი ფრაზები, სიტყვები, როგორ შეიძლება მსგავსი დატვირთვა ხანდაზმულის ორგანიზმზე შევანელოთ და როგორ შევთავაზოთ ალტერნატივა ხილის ან ვთქვათ შავი შოკოლადის კომბინაციით, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად არა. აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ვის ვესაუბრებით, როგორ ვესაუბრებით, რატომ ვესაუბრებით და რას ვთავაზობთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი, რომელიც დადგინდა საერთაშორისო მასშტაბით, ეს გახლავთ ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება. და ეს ეხება არა მარტო იმ ადამიანებს, ვინცაც ზოგადად უყვარდა ალკოჰოლის მოხმარება, არამედ აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულობა შეიძლება აღვივებდეს გარკვეული ბიოქიმიური პროცესების დამსახურებით ინტერესს ან ლტოლვას ალკოჰოლის მიმართ. უფრო მეტიც, ალკოჰოლი შეიძლება ხანდაზმული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს, რაც ძალიან სახიფათოა. თუნდაც იმიტომ, რომ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ასაკთან ერთად სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით სახიფათოა თუ მედიკამენტების ქრონიკულ მოხმარებას ახლავს თან და უნდა გავითვალისწინოთ ბეჭდგუფის ვიტამინების დანაკარგი, სხვადასხვა მინერალის და საკვები ნივთიერების დანაკარგი, რომელიც ამ პროცესს ახლავს და აღარაფერს ვამბობ თავის სოციალურ შედეგებზე, რომელიც ნამდვილად ახლავს ალკოჰოლის არარაციონალურ მოხმარებას, განსაკუთრებით ხანდაზმულობაში. ამიტომ ეს არის ის ფაქტორები, რომელიც ახლავს ხანდაზმულის ყოველდღიურ ცხოვრებას, ან შესაძლოა ახლდეს ხანდაზმულის ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს არის ფაქტორები, რომელიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თავად ხანდაზმული ადამიანისთვის და ოჯახისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად მიაქციეთ ყურადღება. ჩემი მრავალწლიანი მუშაობით ხანდაზმულებთან და იმ ძალიან მასშტაბური კვლევით, რომელიც მე სწორედ ხანდაზმული ადამიანების დამსახურებით ჩავატარე საქართველოში, აი ამ კვლევამ დამარწმუნა ერთ მთავარ საკითხში. ხანდაზმულები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთი ოჯახის ღირსებას. ისინი არ ყოფიან იმ სურთულეებზე, რომელიც მათ ოჯახში კვებასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეთ. ისინი ხშირად ნიღბავენ საკუთარ სურვილებს და საკუთარ ინტერესებს კვების მიმართ, საკვები პროდუქტების მიმართ, კონკრეტული კერძების მიმართ. რატომ? მათ ხშირად არ აქვთ დამოუკიდებლობა ფინანსური, მათ ხშირად არ აქვთ ფიზიკური დამოუკიდებლობა, სოციალური დამოუკიდებლობა და რა კი ოჯახის სხვა წევრებზე არიან დამოკიდებული, ისინი ცდილობენ საკუთარი სურვილები უკან გადადონ. არ გაამჟღავნონ ეს სურვილები და გაითვალისწინონ ოჯახის საერთო რიტმი. ამავე დროს ისინი თვლიან, რომ უმჯობესია არჩევანი გააკეთონ მაგალითად მედიკამენტის სასარგებლოდ და არა საკვები პროდუქტების სასარგებლოდ. და კიდევ ერთი, თუ მათ ეცვლებათ კვების მოდელი, ისინი ამას ნიღბავენ განმარტოებით. ამიტომ მარტო კვებას თუ შეეჩვია ხანდაზმული ადამიანი, ან უპირატესობას ანიჭებს ოჯახისგან განმარტოებით საკვების მირთმევას, ეს არ დატოვოთ უყურადღებოდ. თუ მან შეცვალა საკუთარი კვების რეჟიმი, ანუ როდის მიირთმევს, შეცვალა ულუფა, ანუ რამდენს მიირთმევს, შეცვალა რაციონი, ანუ რას მიირთმევს, ყველა ეს ფაქტორი გახლავთ საყურადღებო და ცხადია განმარტოებასთან ერთად ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და ამ ფაქტორებზე ისაუბროთ ოჯახში და შემდეგ რჩევა კითხოთ პროფესიონალს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, სათქმელს ამ თემასთან დაკავშირებით რა დალევს, მაგრამ მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.